Ურბანული ქაოსი და სატრანსპორტო კოლაფსი ბათუმში. ეს არის ქალაქი, სადაც ტროტუარი, ველობილიკი და ქვეითთა გადასაცვლელიც კი პოტენციური პარკინგია. ავტომობილების რაოდენობის ზრდის პარალელურად ზღვისპირა ქალაქის ვიწრო ქუჩები მოძრაობის ინტენსივობას ვეღარ უძლებს და თავისუფალი საპარკინგო ადგილის პოვნა ყოველდღიურად უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მწვავეა ვითარება ტურისტულ სეზონზე, როცა ქალაქს ათასობით დამსვენებელი სტუმრობს, თანაც ხშირად საკუთარი ავტომობილებით. მძღოლების პრობლემების შესახებ მერაბ წულუკიძე და ედუ კოჩალიძე მოგვიყვებიან. საპარკინგი ადგილების დეფიციტის მიმართულებით რომ არსებობდეს საერთაშორისო ნომინაცია, რამდენიმე გზის ოსკაროსანი ბათუმი ევროპაში ალბათ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნებოდა. ძველი ბათუმის ვიწრო ქუჩები ავტომანქანებს ვეღარ იტევს. მუდმივი საცობების პარალელურად თავისუფალ საპარკინგი ადგილს თუ იპოვი, უნდა ჩათვალო რომ ძალიან გაგიმართლა. სასურველი ადგილის ძიებაში შესაძლოა რამდენიმე წრის შემოვლა მოგიწიოთ. თუ ეს წრიული მსვლელობაც უშედეგოდ დასრულდა, მძღოლები უკვე პარკინგისთვის ნებისმიერ თავისუფალ სივრცეს იყენებენ. ამიტომ ზებრა გადასასვლელები, ტროტუარები, ველობილიკები ხშირად სწორედ ამგვარი ავტომანქანებით იხერგება და წყვეტს თავის ფუნქციას. ბათუმში ძალიან პრობლემურია პარკინგი, იმიტომ რომ სამსახურში რომ მოვდივარ, დილით 3-4 კრუგს ვარტყამ, რომ გასაჩერებელი ვიპოვო და ისიც ვერ პოულობს ზოგჯერ. პუშკინზე, აჭარაბალასთან იქ ცხოვრობ და 3-4 წრე უნდა დაარტყა, რომ გააჭერო მაგას. გამოუვალ სიტუაციაში მყოფმა ზოგიერთმა მძღოლმა კი შესაძლოა ისე დატოვოს ავტომანქანა, რომ მეორე მანქანას გადაადგილების შანსი საერთოდ დაუკარგოს. შესაძლოა ავტომანქანა საკუთარი ეზოს შესასვლელთან დაგხვდეთ და შინ დაბრუნების უფლება წაგერთვათ. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია 112. 26 მაისის ქუჩაზე სწორედ ანალოგიური სიტუაციაა. პატრულს საჯარიმოზე გადაჰყავს ავტომანქანა, რომელმაც ეზოში შესასვლელი ერთადერთი გზა გადაკეტა. ეზოში შესასვლელი არის საკეთილი და ხშირი ასეთი შემთხვევები. მთელი ქალაქი გადატვირთულია. ძალიან დიდი შემთხვევებია, რომ ბევრი შემთხვევა, როდესაც ვერ შედიხარ ეზოში და ბარც მაღაზიაში შედის და ვერაფერს ვერ შედიხარ, რა სიტუაცია. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მწვავე სიტუაცია ქალაქის განაშენიანების დროს დაშვებულმა შეცდომებმა შექმნა. ძველი ბათუმის ტერიტორიაზე აშენებული მრავალსართულიანი კორპუსების აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარი საპარკინგო სივრცე საერთოდ არ გააჩნია. ბევრი ბათუმელი იმასაც ამბობს, რომ სიტუაციის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. საჯარიმო სანქციები მდგომარეობას ვერ ცვლის. 2-3 წრე მაინც დამერტყავს. რომ მივიდე ჩემს სახლთან გავაჩერო მანქანა. ეს საკითხი ძალიან დიდი ხანია დგას ბათუმში და უკეთესი იქნებოდა, რომ აი როდესაც ახალ კორპუსებს ააშენებდნენ, გაითვალისწინონ პარკინგი, ადგილი და აი ესეთ სიტუაციაში ხედეთ რა დღეში არიან ახლა ფაქტობრივად ხალხი, რომ აი კუსნა ბიჯებით უწევთ სიარული მანქანით. უკეთესია რომ ალბათ გააჩერო და ფეხითია რომ ძალიან ხშირად არის ტროტუარებსაც ვერ გაევლი, ახლა თქვათ აი ეტლით, საბავშვო ეტლით შეშინო პირებისთვის ძალიან რთულია და ეს პრობლემა მე როგორც თქვათ შევეკითხე ექსპერტებს და მცოდნე ხალხს ამ ამბავის ამბობენ, რომ რა ვიცი, თითქმის აღარ არის უკვე იმის შანსი, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს. ალბათ ძალიან უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაღაც ქვეყნის დონეზე უნდა მიიღონ რაღაც ახალი რეგულაციები, სადაც შეიზღუდება მაგალითად შემოყვანა უკვე მანქანების, იმიტომ რომ ამის გარდა მოძრაობის გარდა კიდე ჯანმრთელობის პრობლემებია. პრობლემა ბათუმში უკვე წლებია არსებობს და მისი მოგვარების გეგმებზე მოამბესთან საუბრობდა როგორც ქალაქის ყოფილი, ასევე მისი წინამორბედი მერიც. თუმცა სასიკეთო ცვლილებები დღემდე არ იგრძნობა. ახლად დანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებელი კი ჯერჯერობით სიტუაციას ეცნობა. პასუხი იმის შესახებ უნდა ჰქონდეთ თუ არა ბათუმელებს პრობლემის შემსუბუქების იმედი, მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისგან, ნატალია ზოიძისგან მივიღეთ. ის ამბობს, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკა განსაზღვრულია. არსებობს კონკრეტული გეგმაც, რომელმაც 2030 წლისთვის პრობლემა მნიშვნელოვნად უნდა შეამსუბუქოს და ამის იმედი მასაც აქვს, რადგან ამ შემთხვევაში პრობლემა ერთნაირად ეხება როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე დეპუტატებსა და ხელისუფლების პირველ პირებს. არავინ იფიქროს, რომ ამ პრობლემაზე არ ვფიქრობ და ეს პრობლემა არ გვაწუხებს. ნამდვილად გვაწუხებს, მე თვითონაც ფეხით მოძრაობს, სწორედ მაგის ესეთ ამწუთეს. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა, რომელიც უნდა დავძლიოთ. ქალაქი არ არის მით უმეტეს ძველი ბათუმი, იმდენად
დიდი ქუჩებით დატვირთული, რომ შესაძლებლობა იყოს იმ ინტენსიურ მოძრაობას გაუძლოს, რაც ზოგადად ჩვენს ქალაქს უკვე ბოლო წლებში ახასიათებს. პოლიტიკის დოკუმენტი ნამდვილად გვაქვს დამტკიცებული, გვაქვს ითვალისწინებს გარკვეულ ეტაპებზე სხვადასხვა ესე ვთქვათ გარდამავალ აქტივობებს, რამდენადაც ახლა ქუჩაში უცებ მოცემული ინტერვიუთი, რაც მახსოვს ესაა ბოლო ვადა 2030. ამ პერიოდისთვის სწორედ იმ პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად გვაქვს თქვათ შესყიდული ის მუნიციპალური ტრანსპორტი, რომლითაც ვცდილობთ რომ მოხდეს განტვირთვა და მოსახლეობამ უფრო მეტად ისარგებლოს მუნიციპალური ტრანსპორტით. წინ კი საკურორტო სეზონია, ყველაზე შემოსავლიანი, მაგრამ ყველაზე დატვირთული პერიოდი. სეზონის მოახლოება ხალხთან ერთად ავტომანქანების სიმრავლითაც იგრძნობა. ქართველი ტურისტების პარალელურად მეზობელი ქვეყნებიდან დასვენების მსურველები ბათუმს სწორედ საკუთარი ავტომანქანებით სტუმრობენ.